გადატვირთული მუნიციპალური ავტობუსების საზოგადოებრივი ტრანსპორტის მთავარი პრობლემაა. ქალაქის ცენტრისკენ მიმავალი ტრანსპორტი ხშირ შემთხვევაში გადავსებულია. პრობლემურია უნივერსიტეტის მიმართულებით მოძრავი ხაზებიც. სავსე მოდის ტრანსპორტი და გვიჭირს ასლა. ანუ მოკლედ ადგილების დეფიციტი, არა, კაი იქნება თუ დაემატება. ვერავედი, იმიტომ რომ არ არის ელემენტარულად, რომ დადგე იმის ადგილიც არ არის, ველოდებით შემდეგს, მაგრამ დაგვაგვიანდა უკვე. ძალიან ბევრი ადამიანი არის ხოლმე და ანუ ასე ვთქვათ, ჭყლეტვა არის ხოლმე და რა ვიცი, ფეხის დასადები ადგილი რო არ გაქვს ხოლმე, ეგ მომენტია. მაღლივი კორპუსისკენ რომელიც მიდის, ძალიან გატენილია ხოლმე. სტუდენტები ძირითადად იმით მოძრაობენ და ყოველთვის შევსებული ავტობუსები და ძალიან ძნელია გადაადგილება. ძალიან ბევრი ხალხია რა ყოველთვის. გადატვირთული ტრანსპორტი დისკომფორტის შემქმნელია როგორც მგზავრებისთვის, ისე მძღოლებისთვისაც. ძალიან ბევრი ხალხია და ვიგვიანებთ, მერეც ხელხაზზე ვრეკავთ, რომ დაგვიანებები გვაქვს. ხალხი სამუშაოზე მიდიან და ყოველ ვეტყერა მოვიდეთ. ისე იტვირთება, რომ კარებსაც ვერ ხურავთ რა. ვცვალობ ჩვენს და ხალხიც. დაგავქრა. ერთი პატარა მანძილის გადასაადგილებლად მჭირდება ორი ტრანსპორტი, ეს სულ მცირე. და ესე ამ მოკლე მანძილებზე ორი ტრანსპორტი რატო უნდა მჭირდებოდეს? პლუს მეტროშიც ჩამოვდივარ, იმიტომ რომ სხვა გზა არ არის. ძალიან მძიმე სიტუაციაა საერთოდ. საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად საზოგადოებრივ ტრანსპორტში ფეხზე დგომა დასჯადია. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთის გადაზიდვის წესების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 30 ლარის ოდენობით. თუმცა რეალურად ეს მუხლი არ მუშაობს. ამორტიზირებული სამარშრუტო ტაქსები საზოგადოებრივი ტრანსპორტის მეორე მნიშვნელოვანი პრობლემაა. მუნიციპალური ავტობუსები და 3 ავტოპარკი თბილისის სატრანსპორტო კომპანიას მერიამ 2009 წელს გადასცა. მას შემდეგ ტრანსპორტი არ განახლებულა. ძველი მანქანებია, ფუჭდება, აკეთებენ, რა ფუჭდება, სხვა რაღაცა და უფუჭდება უკვე რა. ანუ გეთანხმებით, პრობლემური საკითხი არის. ამორტიზირებული არის ეს არსებული ავტოპარკი. ერთადერთი ამ პრობლემის გადაჭრის გზა არის ამ ავტობუსების ჩანაცვლება და გამოცვლა. სხვა გზა აქ სამწუხაროდ ყველა რესურსი უკვე მოწურვებულია. პროექტი, რომელიც მთლიანი ავტოპარკის განახლებას გულისხმობს, დაგეგმვის პროცესშია. იგეგმება იაპონური ტრანსპორტის შემოყვანაც. თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი გურგენიძე ამბობს, რომ სრული ავტოპარკის ჩანაცვლება შეიძლება 2, 3 ან 4 წელიც კი დასჭირდეს. ეს იქნება ეტაპობრივი, ანუ ბევრი სხვადასხვა პირობაზე არის ეს ყველაფერი დამოკიდებული. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მთლიანად გამოვცვალოთ, ანუ არსებული პარკის რაოდენობრივი პარამეტრებიც გავზარდოთ და ვფიქრობთ, რომ მოვახდინოთ მათი ეტაპობრივი, სრული ჩანაცვლება.